გამარჯობა. დღევანდელი ჩვენი თემა იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება, ანუ მოგება სასამართლო პროცესის გარეშე. ყოველ საქმეს არ სჭირდება სრულად სასამართლომდე მისვლა. შემაჯამებელი გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს სასამართლოს, რომ ადრე გადაწყვიტოს საქმე, თუ მეორე მხარეს რეალური წარმატების შანსი არ აქვს. ეს უფრო სწრაფი და იაფი გზაა, თუმცა მოთხოვნა მკაცრია. უნდა დაანახოთ, რომ სარჩელი ან დაცვა სრულიად უსაფუძვლოა და არ არის საჭირო სრულყოფილი განხილვა მოწმენებით. სასამართლო ამ მექანიზმს იყენებს სუსტი ან ბოროტად გამოყენებული სარჩელების შეჩერებისათვის. რისკიც არსებობს, თუ სასამართლო ფიქრობს, რომ საკითხები მაინც საჭიროებს განხილვას, პროცესზე თქვენი განაცხადი შეიძლება უარყოს ან მოგიწიოთ მეორე მხარის ხარჯების გადახდა. სწორად გამოყენების შემთხვევაში ეს არის ზუსტი დარტყმა. დაუფიქრებლად გამოყენებისას კი შეიძლება უკუშედეგი გამოიტანოს. გჯერათ, რომ სარჩელი თქვენს წინააღმდეგ სუსტია? ან ფიქრობთ, რომ თქვენი სარჩელი აუცილებლად ძლიერი არის? დავუკვაშუდით Lowlex Solicitors. გადავამოწმებთ ჩვენს დოკუმენტებს და დაგიდასტურებთ აქმოყოფილებს, თუ არა თქვენი საქმე შემაჯამებელი გადაწყვეტილების კრიტერიუმებს და შესაძლოა სასამართლოში თვეების დაზოგვაც კი ავირიდოთ თავიდან.